და კიდევ უფრო დეტალურად თუ როგორ უნდა ისარგებლონ საპენსიო ასაკის მოქალაქეებმა და პედაგოგებმა საყოველთაო დაზღვევით პირდაპირ ეთერში ზაალ მიქელაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის აჭარის კოორდინატორი ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონო ზაალ, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ეს არის თემა, რომელიც ძალიან საინტერესოა მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეებს ჰქონდათ რიგი პრეტენზიები დაზღვევასთან მიმართებაში. ახალი სისტემა მოიტანს თუ არა სასურველ შედეგს და ყველა პრობლემა, რომელიც ადრე იყო დაზღვევასთან დაკავშირებული, აღმოიფხვრება თუ არა ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ. მოგესალმებით განსაკუთრებულს, მადლობას მოგიხდით მოწვევისათვის, იმიტომ რომ თემა საკმაოდ აქტუალურია და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ მოქალაქეებს პირველ რიგში თუ როგორ უნდა მოხდნენ ამ ბაზაში, ანუ როგორ უნდა მოხდეს მათი დაზღვევა, ამ პროგრამით სარგებლობა. ეს პროგრამა, რომელიც დღეიდან დაიწყო, ეხება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ეგრეთ წოდებულ უმწეო მოსახლეობას, ვისაც 0-დან 70,000-მდე ქულა ჰქონდა და იყო დარეგისტრირებული სოციალურ მონაცემთა ბაზაში, ასევე პედაგოგებს, რომელთა ნაწილი 1 იანვრიდან გადმოვიდა საყოველთაო ჯანდაცვაში და იყო რაღაც ნაწილი დარჩენილი ამ პედაგოგებისა. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ სრულყოფილი მომსახურების მიღება, აუცილებელია რომ მიმართონ მათთვის სასურველ დაწესებულებას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათთვის სასურველს, იმიტომ რომ აქამდე დაწესებულებას ურჩევდა მოქალაქეს სადაზღვევო კომპანია, რადგანაც ისინი იყვნენ მისი ბენეფიციარები და სადაზღვევო კომპანიის მითითების მიხედვით ხდებოდა მოქალაქეების რეგისტრაცია ამა თუ იმ პოლიკლინიკაში. ეხლა მოქალაქეები ჩაწერის მიუხედავად, ანუ მათი ტერიტორიული კუთვნილების მიუხედავად თავისუფალი არჩევანის პრინციპით სარგებლობენ და შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ მათთვის სასურველ პოლიკლინიკას რეგისტრაციისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ იმ პოლიკლინიკაში, სადაც დარეგისტრირებიან, მათთვის იქნება უფასო პროგრამით განსაზღვრული სრული მოცულობა. ლაპარაკია ამბულატორიულ პოლიკლინიკურ გამოკვლევებზე, როგორც ლაბორატორიულ, ეხოსკოპიურ, რენტგენოლოგიურ, ისე ოჯახის ექიმის და ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციაზე. თუმცა ამ შემთხვევაში კვლავ არსებობს რიგების და მომსახურების დროსთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენ ფიქრობთ, რომ კონკურენცია იმდენად მაღალი იქნება კლინიკებს შორის, რომ ისინი ავტომატურად იზრუნებენ მომხმარებლის მაქსიმალურად მომსახურებაზე, თუ იქ შენარჩუნდება თუ არა კიდევ რიგი პრობლემების. რიგები არ იქნება, იმიტომ რომ სადაზღვევო კომპანიამ ეს მოსახლეობა მიმართა ერთ კონკრეტულ ამ რამდენიმე პოლიკლინიკაში და სწორედ ამან გამოიწვია რიგები. როდესაც მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის უფლება და ინფორმაცია აქვთ მათ ამა თუ იმ პოლიკლინიკის, როგორც რიგების, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის შესახებ, თავისუფალი არჩევანი აქვს და ისინი აირჩევენ პოლიკლინიკას, სწორედ სადაც უკეთეს ხარისხს შესთავაზებენ და ეს ეგრეთ წოდებული თუნდაც რიგების ან სხვა რამე ბარიერები მათთვის მეტნაკლებად ამ შემთხვევაში იქნება მოხსნილი, იმიტომ რომ კლინიკები თვითონ არიან დაინტერესებული, რომ მაქსიმალური კომფორტით უზრუნველყონ ამ პაციენტების ვიზიტს. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა დავასკვნოთ ის, რომ ეკოსკოპიური მომსახურების მსურველები, რომელთა რიგებიც იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ადამიანი ელოდებოდა საკუთარ რიგს კვირეების განმავლობაში, ასევე კარდიოლოგიური მომსახურების მიღებისთვის ადამიანები 3-4 კვირის განმავლობაში ელოდებოდნენ მომსახურების გაწევას. ეს პრობლემა ნამდვილად გადაჭრით შეგიძლია თქვათ, რომ აღარ იქნება. ნამდვილად შეგვიძლია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ის თუნდაც დღეს დარეგისტრირებული ნებისმიერი მოქალაქე არ არის ვალდებული მთელი ცხოვრება ან პროგრამის მთელი პერიოდის განმავლობაში იყოს იმ პოლიკლინიკაზე მიბმული. მას სახელმწიფო უტოვებს უფლებას ყოველ 2 თვეში ერთხელ თუ მას სურვილი გააჩნია, შეიცვალოს პოლიკლინიკა. თუ არ მოეწონება დარეგისტრირების შემდეგ ან ხარისხი, ან ექიმის მომსახურება, რაიმე პრეტენზია იქნება ამ თემასთან დაკავშირებით, ან თუნდაც თავისი სოციალური თუ რაღაც ოჯახური მდგომარეობის გამო შეიცვალოს ტერიტორიას, თავისუფალი არჩევანის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მას 2 თვეში ერთხელ შეუძლია გაპასიურდეს უკვე აღრიცხვაზე მყოფ პოლიკლინიკაში და გადაინაცვლოს სხვა პოლიკლინიკაში. ანუ თუ სწორად გავიგეთ, როდესაც მოქალაქე ერთხელ დარეგისტრირდება და ამის შემდეგ აღმოაჩენს რაღაცა მისთვის მოუხერხებელ ფაქტორებს, ან საცხოვრებელ ადგილს შეიცვალოს, ანუ 2 თვის განმავლობაში შეძლებს რომ შეიცვალოს რეგისტრაციის ადგილი. კი ბატონო, თავისუფალი არჩევანის უფლებით შეიცვალოს რეგისტრაციის ადგილს. და ეს არის თავისუფალი ნებისმიერ ქალაქში. მაგალითად, უფრო ნათელი რომ გახდეს მაყურებლისთვის, თუ კი ჩვენი მაყურებელი ცხოვრობს მაგალითად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და უნდა მომსახურების მიღება ბათუმში, თუმცა რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. არ არის არცად რეგისტრირებული, რეგისტრაციას თვითონ ირჩევს დღეიდან.
თვითონ თავისუფალი არჩევის პრინციპით მიაკითხავს მის სასულიერო პოლიკლინიკას და დარეგისტრირდება ეგ. ამის შემდეგ არის უკვე მიმაგრებული ის იმ პოლიკლინიკაზე, მისი ბენეფიციარია და ის პოლიკლინიკაა ვალდებული პროგრამის ფარგლებში მიაწოდოს სრულყოფილი მომსახურება. აი პროცედურულად რომ მივყვეთ, მაგალითად დარეგისტრირდა, რეგისტრაციაში რა იგულისხმება? იქნება სპეციალურად მისი ანკეტა, ეგრეთ წოდებული და სადაც მისი ისტორია იწერება. პირველ ვიზიტზე არ არის აუცილებელი პოლიკლინიკა შეავსოს ისტორია, უბრალოდ მარტივი პროცედურა, მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო და ხელწერით დადასტურება ბენეფიციარის ამა თუ იმ პოლიკლინიკასთან მისი კუთვნილება. გასაგებია, რაც შეეხება სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლობის სხვა ბენეფიციარებს, იგივე მოსწავლე 6 წლამდე ასაკის ბავშვებს და საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, რომელ ეტაპზე იგეგმება მათი საყოველთაო დაზღვევაში გადმოყვანა? სავარაუდოდ, რადგანაც 1 წლის პერიოდი, ანუ 1 წლიანია ყველა დაზღვევის, ასე ვთქვათ, ბარათის მოქმედების ვადა, სავარაუდოდ 0-დან 6 წლამდე 60 წელს ზემოთ, ანუ პენსიონერებს დაზღვევის პერიოდი გაზრდით ძირითადად 1 სექტემბერს, ამიტომ ვარაუდით შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ 1 სექტემბრისათვის დასრულდება სრულად სოციალური პაკეტებით მოსარგებლეების საყოველთაო ჯანდაცვაში გადმოსვლა. ანუ 1 სექტემბრისათვის მოსწავლეებიც და პენსიონერებიც უკვე იქნებიან საყოველთაო დაზღვევის მოსარგებლე. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, როდესაც თქვენ ამ ცვლილებაზე მუშაობთ სახელმწიფოს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რამდენად იყო გათვალისწინებული კერძო კომპანიების ინტერესები, ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პროვაიდერები მოქალაქეებსა და პოლიკლინიკებს შორის, ოფებს შორის. არ მგონია რომ სადაზღვევო კომპანიებს რაიმე პრობლემა ან პრეტენზია ქონოდათ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოსახლეობას თავაზობს გაუმჯობესებულ ვარიანტს. იმიტომ რომ წინა დადგენილებით 218 დადგენილებით, რომლითაც სარგებლობდნენ სწორედ უმწეო მოსახლეობა, სოციალურად დაუცველები და პედაგოგები, მათ მოცდის პერიოდი გეგმიურ ოპერაციების შემთხვევაში ჰქონდათ 6 თვე, რაც საკმაოდ დიდ უხერხულებას იწვევდა და დიდ პრეტენზიებს მოქალაქეების მხრიდან. როდესაც 6 თვის მანძილზე ამა თუ იმ გეგმიური ოპერაციისათვის სადაზღვევო კომპანიაში უწევდათ ლოდინი. საყოველთაო ჯანდაცვაში ეს პერიოდი არის 1-დან 2 თვემდე და აბსოლუტურად მოსახერხებელი პერიოდით უფინანსდება ყველას მისთვის სასურველ დაწესებულებაში ოპერაციის თანხები. რაც შეეხება ანგარიშწორების სისტემას, როგორ იქნება სახელმწიფოსა და კლინიკებს შორის ურთიერთობა? სახელმწიფო ავტომატურად გადაურიცხავს თანხას კლინიკას, მას შემდეგ რაც ბენეფიციარს აღმოუჩენს მომსახურებას, თუ ესეც იქნება? არა, დაფინანსების ორმაგი, ასე ვთქვათ, მოდულია, ერთი, რომელიც ითვალისწინებს პოლიკლინიკურ სისტემაში უკვე დარეგისტრირებულ თითოეულ ბენეფიციარზე დაწესებულებას უხდის სახელმწიფო ყოველთვიურად გარკვეულ თანხას, იმის მიუხედავად ის მოემსახურება თუ არ მოემსახურება, ანუ ბენეფიციარს დაჭირდება თუ არ დაჭირდება ეს დაწესებულება. პირობითად რო ვთქვა, თუ რომელიმე პოლიკლინიკაში დარეგისტრირდება 10,000 მოქალაქე, იმ 10,000 მოქალაქეზე პოლიკლინიკას ყოველთვიურად უხდის სახელმწიფო გარკვეულ თანხას ერთ. მიიღებს თუ არა ამ თანხის ოდენობის მომსახურებას ნებისმიერ შემთხვევაში. მაინც უხდის დაწესებულება, სწორედ ამას ქვია კაპიტაციური დაფინანსების მეთოდი და რაც შეეხება სტაციონარში, ყველა урგენტულ, ანუ გადაუდებელ შემთხვევაზე, თითოეულ შემთხვევას უფინანსებს უკვე პაციენტზე მიბულ შემთხვევას, ანუ დაავადებისა და დიაგნოზის მიხედვით აუნაზღაურდება კლინიკას, გეგმიურ შემთხვევაში თვითონ ფორმაცია და კალკულაცია მოაქვს ამა თუ იმ დაწესებულებიდან ბენეფიციარს და შესაბამისად თანხის მოცულობა არის გადახდილი. იმიტომ რომ უმწეოების შემთხვევაში, ანუ სოციალურად დაუცველები და პედაგოგების შემთხვევაში ეს არის ტარიფის 100% და საყოველთაო მოსარგებლების, ანუ ყველა დანარჩენ კატეგორიაზე, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უკვე სარგებლობდა მანამდე, ანუ სოციალური დაუცველების მიღმა მოსახლეობაზე არის 70% თანაგადახდა. თქვენ აღნიშნეთ ბენეფიციარმა უნდა მიაწოდოს საჭირო ფინანსური დოკუმენტი. კლინიკა სადაც აპირებს ის ოპერაციის გაკეთებას, იმ კლინიკის ექიმი, რომელიც რაც აირჩევს ბენეფიციარი, უწევს ფორმას და დაწესებულება ფორმასთან ერთად ატანს ეგრეთ წოდებულ ანგარიშ ფაქტურას კალკულაციით, რომ რა თანხა იქნას გადახდილი ამ დაწესებულებისათვის. გასაგებია და კონტროლის მექანიზმზე მინდა აქვე გკითხოთ. მას შემდეგ რაც 400,000-მდე ბენეფიციარი გადმოეცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით საყოველთაო დაზღვევას. ამოდენა კონტინგენტის მომსახურებას, როგორ ფიქრობთ, რამდენად ხარისხიანად შეძლებს კლინიკები და როგორი არის თქვენი კონტროლის მექანიზმი? რამდენად დააკვირდებით და რამდენად გექნებათ იმის საშუალება,
რომ გააკონტროლოთ კმაყოფილი არის თუ არა მომხმარებელი და კლინიკა კეთილსინდისიერად მოემსახურა თუ არა კონკრეტულ ბენეფიციარს. ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის თითოეულ ფილიალში მუშაობს ეგრეთ წოდებული მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად, ყოველ შემთხვევაში გადის კლინიკებში და სწორედ მუდმივ მონიტორინგის ქვეშაა ყველა დაწესებულება, როგორც ურგენტულ შემთხვევაზე, ისე გეგმიურ შემთხვევაზე გადის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწევს ამ შემთხვევებს. მით უმეტეს, თუმცა პრობლემა ექმნება და რაღაც გაურკვევლობა პაციენტსა და კლინიკას შორის, ყველა მიცის და კიდევ ერთხელ გამიმეორებ ცხელი ხაზის ნომერი 1595, სადაც ირეკება და გვაწვდიან ინფორმაციას ყოველსაათობრივ რეჟიმში და მით უმეტეს ასეთი შემთხვევები განსაკუთრებულ მონიტორინგს გაივლის. და ეს მონიტორინგის ჯგუფი დასკვნებს დებს თვის ბოლოს, რომელიც სამინისტროს გადაეგზავნება თუ რა ფორმით თანამშრომლობს. კი ბატონო, ეს არის სპეციალური მოდული, სადაც ყველა ეს შემთხვევა ითვირთება და ყოველდღიური ინფორმაცია აქვს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტს, რომელიც შესაბამისად რა თქმა უნდა აწვდის ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციას. ძალიან დიდი მადლობა ტელემაყურებელს შევახსენებ. ზალ მიქელაძე საუბრობდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. გამაგრძობთ.